სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო მადლობა. გაიზარდებებო. ერვა, შეგიძლია ხვალისთვის ორწყობილები რო გამიკეთო? ჩემ ბლინები აღარ მოგწონს? კი, როგორ არა, უბრალოდ ჩემ კლასელებსაც მოწონთ ორწყობილები და მინდა რომ წავიღო. მეგონა მარტო დათის ქონდა გასინჯული. ნუ დათისაც. კი, ბებო, გაგიკეთე. აღარ ბევრი ხო? კარგი, ბევრს გაგიკეთე. აი, ეხა ჩანთა შავალაგებ და 5 წუთში მზად ვარ. კარგი. ილოშილობს რა ჩამიქროლა ელენე? გაიქცა ჩანთას ჩავალაგებო. დამიწუნა ბლინები, ორწყობილები მირჩევნიაო. დავიშეთ გვიყვარს რა გავაკეთოთ. ძალიან მშია ისე რა. მადლობა ღმერთს, რამდენი ხანია შენგან არ გამიგია სიტყვა მშია. თან გამეც კარგად გეძინა მე მგონი ყოველ შემთხვევაში შენსგან სიწყნარე იყო. კი, კარგად მეძინა ნამდვილად. სხვადასხვის პირველად გავიღვიძე. დაღლილი რო არ ვარ რა. გიმითხრა იქიმა დაგილაგდება უძილი ეგრევე. კარგი, ეხა მითხარი, მურაბით თუ არაჟნით? ერთი მურაბით და ერთი წარაჟნით. გაიხაროს, მონუმთა იმექიმა. ძვირს არ დამებრუნდა ჩემი ბიჭი. აქ რა იდილია ჩემ გარეშე. ვაიმე ამიკუნები მოდი ჩემთან მოდი. კაი, წავედით ჩვენ. აბაზულებს. ზვი! ზვიად! შეხედე რამდენია წლის ჩამოხსენი. ვაიმე, რასაკეთე, მან დარდადო, იატაკზე დადე და იქიდან მომოწოდო. ესე სათითაოდ უნდა გაწოდო ახლა? ყოველჯერ ზონდა კითხო, ჩავასიცოცხლე? მე ვიცი, კაცი იმედი ცხოვრობს. და შერის იმედი გაქვს. რისი და მოდესმე თუ დაამთავრებ ამის გაუთავებას. გგონია მე მიხალისება, თუ კიდე შენ დაუთავე და მე მოგაწოდე. არა იყოს, არ მინდა. და ბავშვებმა დაუთავებული ტანსაცმელით რამდენი ხანი უნდა იარო? სულ. მეც ჩემ ხელებით რო იქნებია? შენ ბავშვი ხარ? რა ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება ვიყო კიდეც. შენ პატარა ხარ შენ? და არ გინდა რამე უფრო საინტერესო მოვიფიქროთ? რას თავაზობ? რამე უფრო საინტერესოს. ძალიან დაგხვი. ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში. კაი. კაი, წავალ ხა ციუს. არ გინდა, არა. არა უშავს. აი ესე ვიჯდები 2 წუთი და გამივლის. ო ბოდიში რა. ძალით არ მიტოდა ხო იცი? კაი, არა უშავს. აუ სულიც რაზე მეფიქრება? ძიძაზე. შენ ვერ ავნიპოვნე? აი მაგაზე უნდა მეთქვა დღეს. რა? ვიპოვა. მართლა? სანდოა? ძალიან. კარგია? კი, კარგია. ძვირს ითხოვს? საერთოდ არაფერს არ ითხოვს. რატო ანგელოზია? კი, ანგელოზია და თან ძალიან საყვარელი და თბილი. ეგ როგორ? რა არ არის დეიდა ჩემი საყვარელი და თბილი? არის. მე? მოიცა დეიდა შენი უნდა იყოს ჩვენი ბავშვების ძიძა?
ხო, ველოპარაკე და სიამოვნებით დაგეხმარებითა. კაი, არ გიხარია? კი, როგორ არა? კაი, მაშინ წავალ დაურეკავ. ნებიერიძე, შეეში მაგ ტელეფონს და მომისმინე. რა იყო, მართლა ხო შეგეში? ცოტა, მაგრა გააკეთე. შენ წერდი ისე, რატო დააგვიანე? არ დამიგვიანებია, 5 აკლია ჯერ. რავი, სულ 15-8 აკლია მაშინ მოდიხარ ხოლმე და მაგიტო. 10 წუთია მელოდები? ხო რა, მეთქი ერთად დავალთქო. როგორ ხარ? მეთქი ერთად დავალთქო და ისე მითხარი რამე? არა, კაი, მაშინ ავიდეთ, თორე მართლა დავაგვიანებთ. 2 წუთი ვიყოთ. ვიყოთ. რაღაც მინდა მოგცე. ბრწოლეთ გაჩუქო. ეს მე? ხო. რო დავინახე ისე მომეწონა, მეთქი ლინისაც მოეწონება თქო. რატო? ისე. ისე როგორ? მომეწონა და გიყიდე. ვიფიქრე შენც მოგეწონებოდა. ძალიან ლამაზია. მოგწონს? ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, კერდა, არაფრის. წავიდეთ, თორე დაგვაგვიანდება. კაი. გავიქცეთ, თორე დაგვაგვიანდება. როდესაც მეგობრებო, თქვენ პირველად გასკმაყოფილები ხართ? მე მგონი თქვენც და კლიენტებიც, ხო? არ ვიცი, ცოტა უცნაური ხალი იყო, აი, ვერც კმაყოფილება შევატყე, ვერც უკმაყოფილება. შენ? ჩემმა გაჭედა ცოტა. მადლობა მითხარით, რომ თქვენი მომსახურებით ვსარგებლობ. აუ, რატო ვითომ? რა არ მოეწონა? მე მგონია, რომ ორივე კმაყოფილები იყავით. ჩვენ წავალთ, ხო? არ სადაც არ წახვალ თქვენთან მაგ საქმე, უბრალოდ შენთან. რა მოხდა? არ ეტყვი ხალბატონ მასწავლებელს როგორ ელაპარაკე კლიენტს. ვერ გავიგე, რა ხდება? ეხლა ვეუბნებოდი, გაჭედა თქო ცოტა. რას ნიშნავს გაჭედა გამაგებინე? მომხმარებელს ეს ვინ ელაპარაკება? ასჯერ მითხრა მადლობა თქვი, რომ თქვენი მომსახურებით ვსარგებლობო, რა უნდა მეპასუხა? გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. მოიცოდე. შენ რა უთხარი? თლად ეგრე არ მithქვამს. გინდა მეკითხრა ხალბატონო მასწავლებელო რა უთხრა მომხმარებელს. უამრავი სხვა ბანკია წადდა მათი მომსახურებით ისარგებლეო. რა გაცინებს ახლა რა არის აქ სასაცინო? ცხადია რომ ასეთი მიდგომა არ არის სწორი. მაგრამ იმდენი ინტრიგანი უცნაური ადამიანია რომ ხანდახან შეიძლება თავი ვერ შეიკავო ადამიანმა, არა? რას ამბობ ახლა? ამას ასწავლის სტაჟიორებს? მაშინ რას ვერჩით ამ ადამიანს? უკაცრავად, ჩემი ბრალია ავღელდი, აღარ განმეორდა. დიდი იმედი მაქვს. და სხვათა შორის მე არც მინდა და არც მცალია რომ აი აქ ვიღაცების პრეტენზიები ვისმინო. არც მე. ბოდიში. მადლობა, რომ ჩემ მხარეს იყავით. და შენც ძალიან დიდი მადლობა, რომ სწორ დროს გაიცინე. მეგობრებო. არ შეიძლება კლიენტებთან ასე საუბარი. მისმის რომ რაღაც პრობლემები გაქვთ. რაღაც შეიძლება არ გზნობდეთ თავს კარგად, მაგრამ ამ ყველაფერს ვტოვებთ სამსახურს გარეთ. აქ როცა მოვდივართ, მხოლოდ ერთი პრინციპით ვართ. კლიენტი ყოველთვის მართალია. ზუსტად. გავიგეთ. ბოდიში და აღარ განმეორდება მართლა. კაი, აღარ მინდა ამდენი ბოდიში. დასკეთეთ. გავაგზავნოთ რა. გავაგზავნოთ. სადვარ? რასაც ხარ? თუ სახლში ვარ სიჩუმე რატოა? დეიდა ჩემთან არიან ბავშვები. ორივე? აბანავა აჭამა და ხა აწინებს. რა იყო ჯადოქარია? კი, თანახელები მოამზადა. ჯახოხბილი?
ხო, ჩემს ზვიკოს უყარსო და აბა მიჩქმიდე. ავიცი, ან სახეში გამარტყი, იქნებ სიზმარში ვარ, ა? ვაიმე, მეც ეგრე ვარ, არ მჯერა რომ 2 საათში ყველაფერი მოვასწრო. მოიცა, მიდი დავუძახე რა. ვის დეიდა შენს? ხო რა იყო? და რა დავუძახო, არ ვიცი. და აქამდე რას ეძახდი? აქამდე არ ვეძახდი, სულ გვერდზებედექი და არ დამჭირებია. კაი, ნუ გაქ ეგეთი სახე მოვიდა, აი, აღარ გიწყებ დაგახე. მე მეძებდი? მოდი. აბა? დეიდა ჩემს დაუძახე მეთქი და არ იცით რა დაგიძახოს. ოღონდ ქალბატონო არა და რაც გინდა ის დამიძახე. არ ცხელია, კაცო, მაღაზიანერია. ქალბატონო არა? აბა? ნანა დამიძახე. არა, მერიდება. ბახ, მაშინ დეიდა. კარგი, მოდი ვჭამოთ რა. დედა ისე მომშივდა მეც. აბაზანა შევდივარ და ტელეფონს ოთახში ვტოვებ. რატო გვაფრთხილებ? თუ და რეკავს რო არ აიღოთ. შენი ტელეფონი რატო ავიღოთ, ბებო? რა ვიცი, იქნება დამოგინდეთ. ნუ ეხლა ესე თუ გაგვაფრთხილებ, აუცილებლად მოგვინდება. მაგრამ შევეცდებით რომ არ ავიღოთ. შეცდებით? კარგი, გამიკო, შედი, ეხლა არ ავიღებთ. უნდა იმეცადინო რომელი. აბა რა. რა ჭირს ამას? არ ვიცი, 2 კვირა ასე დაფრინავს. მოკლედ მამაშვილმა აურიეთ. შენ ხო ხარ უკეთ? ია, შედარება. მეძინება, ენერგიაზეც ვარ. აიძამები. ხო, ნამდვილად. ნუ ნუმრო გაიგო რა წამლებსვამ, 100 ჯერ დამირეკა ფრთხილად იყოსო. რატო? არა, ძალიან კარგი მედიკამენტებიაო, მაგრამ როგორც დაუნიშნა ექიმაო, ზუსტად იგივე დოზა უნდა დალიოსო. ხო, ეგრე ვსაუბრობ. მაქსიმუმ ცილისწინო ერთიები დავმატებო თუ რაღაცა. ხო, მოკლედ დღიური დოზა 2-ი. ხო, ნუ მას ესე მითხრა. მართლა დაფრინავს რა. რამდენი ხანი ძინავს რა? და რო გაიღვიძოს რა უნდა აკეთოს? რატო ამბობ ხა ეს რაღაცას? რა უნდა აკეთო? აბა როგორ გინდა რომ ვილაპარაკო? თუმცა ყველაფერი კარგად არის? მოვიდა ლალი. როგორ საქმოდ ისევე შეთხართ? არ გაუგზია ჯე. არ გაუგზია ჩემს ხაროს? არა მე რამე გეჭამათ ხო ვიფიქრე, მაგრამ არაფერი არ ქონდათ და არ მშია მე. რა? არ მშია. კარგი. სამაგეროთ ძალიან კაი ამბავი გავარკვი. მოგეთ პარიზში არის კლინიკა, კონკრეტულად ბავშვთა ნეიროქირურგიის განყოფილებით, საუკეთესო. ხო, ზოგადად ევროპაში არიან ბევრი კარგი ნეიროქირურგები. ბევრი კაი საბავშვო კლინიკაც არის. ხო, რა თქმა უნდა, მე უბრალოდ შემთხვევით ეს საფრანგეთის ამბავი გავარკვი, ის გოგო თვითონ იქ იყო და ამიტომ მე ვიფიქრე. ჩვენ რა მე? მომავზადებთ საბუთებს, გავარკვევთ ექიმს, დავრეგისტრირდებით და გავაგზავნით ამ საბუთებს და წავიყვანთ ბავშვს. წავალთ? მე კი არ ახლა კიდე ჩემი ხარჯი. უბრალოდ შენ და კერესა წახავთ და მე მაგიტო არ მithქვამს, უბრალოდ მაინტერესებს ეს. ხო, არა მესმის.
წასასვლელი და ოპერაციის ფული საიდან უნდა ვიშოვოთ? მე მივხედავ მაგას. ხო არ გაგირკვევებიათ დაახლოებით რამდენი დაჭდება ეს ყველაფერი? სადღაც 150,000 евро ჯდება. ყველაფრიანად გზა, კურნალობა, რეაბილიტაცია, ცხოვრება იქ. ანუ 150,000 ევროს იშოვი? ვიშოვე. როგორ? არ ვიცი როგორ მე, მაგრამ ვიშოვე. შინარინერული ყოფილი კარგი. რა ხდება? სახლში არ შემომიშვებ? მარტო ხარ? რა გინდა დათო? რატომ ცდილობ რომ ცხოვრება ამირიო? მე ჯანდაბას გასაგებია ხო? მე ვიმსახურებ, მაგრამ შენმა ძმამ რა დააშავა? რას გადაეკიდე რეზის? დედა, ძალიან გთხოვ, დედა. დავსხდეთ, დამშვიდით და დავილაპარაკოთ რა. რაზე? რომ ბევრი სისულელეები მითხრა კიდე რეზიზე, ხო? კი, დედა, რეზიზე გვაქვს ალაპარაკო. ვიცი, ძნელი დასაჯერებელია. მე ძალიან გამიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ რეზი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან ცუდით. ეს ყველაფერი ჩემმა მეგობარმა გადაიტანა, გესმის? და ძალიან ძვირი დაუჯდა. შენ რა გინდა მითხრა, რომ რეზი ქურდია? შენს გარდა კიდე ბევრი გაქურდა? არ მჯერა. ჩემი გაზრდილი შვილი არ მჯერა. დედა, მე არ ვიცი, რეზიმ სხვა ვინ გაქურდა, მაგრამ თუ ამვალებს არ გადაიხდის, მოუწევს სხვისი გაქურდვაც, გესმის? და არსენასნაირ ტიპს მეორეს ვერ ნახავს, ვინც ამის გამოწავაც შენ გესმის რას ლაპარაკობ? გეყოფა. შენ გესმის? 19 წლის ბიჭზე ვსაუბრობ. 19 წლის. დედა, ეგ 19 წლის ბავშვი ჩემი ძმა არის, გესმის? შენ ვერ წარმოიდგენ, რა ძნელი მოსასმენი იყო, როცა მითხრეს, რომ თამაშობს, გესმის? რა? ხო, და ძალიან ბევრ ფულს აგებს. გადი. დედა, უნდა მომისმინო რა. დათო ძალიან გთხოვ.